აღარ შეუგლების ფული მომცეს, აღარ კიდე რაღაცა მერგებოდა. ნუ 1000 ლარში მაინც გადამაგდო რა, სხვანაირად რო თქვათ ეგრე. რატომ ეს ხო გეკუთვნოდა მანამდე მუშაობდით? მეკუთვნოდა, მაგრამ არ მომცეს, არ ვიცი. არ მოითხოვეთ თქვენ ეს? რა უკანა მომეთხოვა, არაფერს არ მომეთხოვია. არა ვარ ესეთი მომთხოვნი კაცი. დაც მიყვართ შივლები და კეთიკით მოდიალ. ღვთისო მარტიაშვილმა სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ საჯაროდ საუბარი მაშინ დაიწყო, როდესაც შეიტყო, რომ სამართლებრივად დავა შეეძლო. ყოფილი ფიზიკური აღზრდის პედაგოგი ყვება, რომ ხოვლის საჯარო სკოლის დირექტორმა სამსახურიდან უსამართლოდ გაათავისუფლა. მიზეზად კი ერთ-ერთი ფაქტი მოიდო, როგორც მოისმინეთ, მას არც შვებულების ფული აუნაზღაურეს. ბავშვები, ყოფილი დირექტორის შვილი და ერთი ადგილობრივი კაცის მაცხოვრებლის შვილი ერთმანეთს დადებდნენ საწერ მერხებზე ქუდებითა ბოდიში თქვენთანაც ტუალეტში ნასიარული ფეხებითა მოთხარეს ის მაგიდები ვერაფერს ვერ გამოვაგდ. შევედი დირექტორს უცხარი ბესკი მომეხმარე მე კაცი ბავშვები აი ესე ვერაო შენა ბავშვები ვერ მომთოკო როგორ მომეთოკა კარგად იცით ბავშვები ცებდა არც მიყვარდა და არც შეიძლება შევედი ისევ დაწნარი ბავშვებად არ შეიძლება სირცხვილია როგორ შეიძლება მეთქი ტუალეტში ნასიარული ფეხებით და მაგიდაზე დარბიხართ არ დამიგდეს ხური მაინ გააგზელეს თავანჯა მე რამდენი წამალე ორივეს კისერში ხეთ გამოვკრე კარეთ ეგ იყო მიზეზი გამოგდების არ მეგონა თუ გამიშვებდნენ ის უნდა გაეშო თვითონა კლავეთ წემით და მართლაც წემენ ბაესი აბუჭყავენ თმებსა თვითონი დირექტორიცა თვითონი ისიცა ბევრჯერ დამინახია ხლა სურათი არ გადამიღია ინტრიგანი ხო არა ვარ მაგრამ დამინახე რომ წემდა ბავშვსა და მე დამაბრალეს აქ ყველაფერი არ მიცემია მეთქი ბავშვი კაცო ხო და არა გინდა თუ არა წემო გადმოიბირე პეცაპრო ის კომიტეტისავე შობერთა კომიტეტი ეს ვინც არის რა ამით მართველები და დამეწერა ბრძანება პირველი ბრძანება იყო ჩემი მაგით დირექტორი დადგომისა და მაშინა ბრძანება დამეწერა განთავისუფლეს სამუშაოდან არ გაფრთხილება არც საყვედური არც ისე არც ასე აი ეგრე გამომიშვეს სამუშაოდან ანუ ახალი დანიშნული იყო თვითონ დირექტორი იმ დღეს დანიშნული იყო ახალი დანიშნული პირველი ბრძანება იყო ჩემი გამოგდებისა მანამდე პედაგოგად მუშაობდა მოადგილეს სასწავლებელი იყო და არც არაფერში მეხმარებოდა თავის მოვალეობას არ ასრულებდა. ღვთისო მარტიაშვილი ყვება, რომ 40 წლის სტაჟისა და არაერთი წარმატების მიუხედავად იგი მაინც გაწირეს და სკოლიდან გამოუშვეს. ამაში კი დირექტორის ლია ჯალალის პირად ინტერესებს ხედავს. თქვენ დაწერეთ გაცხადებას? კი, მიცა დაწერე გაცხადებას, თორე მაინც გაგაგდებთო და არ დავწერე გაცხადებას, არ მეგონა თუ გამწირავდნენ. იმის უნდა ბევრჯერ ხოლის საშუალო სკოლა შახმატი გავიყვანე პირველ დღეს ჭიდაობაში გაყვანა ყოველ პირველ დღეს მეც თო პირველ დღეს მოუწადე დარჩი საქართველოს ჩემპიონი გავხდი მასშტაბლებრივ შორის ქუთაისში და არ მეგონა ესე გამწირავდნენ. მიზეზი ეს შემთხვევა აი ეს შემთხვევა იყო მიზეზი მარტო მეტი არაფერი არა დამბრუნება არ მინდა დაბრუნება მაგრამ აი ის ბრძანება გაუქმდეს რომ გამოგდებით მე 40 წლის მუშაობის სტაჟი მქონე მასწავლებელი სპორტის ოსტატი სოფლის პრიზიორი გამდელი არ შეიძლება ეს ქუჩაში მომისრულო მოხუცებული კაცი მაშინ რომ 10 ლარი იყო ხელფასი მაშინ რომ მუშაობდი ყველანი გაჭირვებას ვიცოდი ვითმედი და ეხლა როცა ცოტა არაუშავს და ხელფასი გახდა ეხლა გამომაგდო ალბათ იყო ინტერესი თვითონ რა ეხლა რა ხდება შეიძლება ისეთ რამე სასწავლებელი რო ყავს ეხლა ახალი ფრანგულის მასწავლებელი თუმცა ფრანგულს არ იცის ის დაინიშნა მასწავლებლათა ფიზკულტურის მასწავლებელი დაინიშნა თავის მოადგილე ალბათ ხელფასი ყოფენ მე რა ვიცი რა ხდება აი იყო მიზეზი გინდათ იმას ძალიან არ აინტერესებდა მაინდა-მაინც იმას ფიზკულტურა და ეგრე სპორტია რა რაც მალე თუ გაცნობური გაკვეთილი ფიზკულტურაში უკეთესი იყო მალე წავიდოდა სახე ხოვლის სკოლაში დირექტორის სამსახურში არ დაგხვდა კომენტარი სასწავლო ნაწილმა ზვიად ბახტაძემ გააკეთა მისი თქმით დისციპლინურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რის შემდეგაც ფიზიკური აღზრდის პედაგოგი ღვთისო მარტიაშვილი გაათავისუფლეს სამსახურიდან მე ვერაფერს ვერ გვეწევთ ყველაფერი არის დოკუმენტები გვაქვს სადისციპლინო კომიტეტმა იმჯერა და ექვემდებარებოდა რომ უნდა დაებრუნებინა სამსახური. გაფრთხილება არ მიეცით თქვა ეგრე. აი როგორ გაფრთხილება ბავშვს ხელით შეეხება გაფრთხილება უნდა მისცე? ფიზიკურად შეეხო. დიახ. ეს გახდა მიზეზი.
ანუ ის ამბობს, რომ თქვენ ფიზკულტურის მასწავლებელი ახლა თქვენ ხართ? მე ვარ დაწყებით ეს დაბალები. ახლა სხვა. სალონატელი არ დანიშნულა, სხვა დაინიშნა. იმის მერე სამი მასწავლებელი შეიცვალა და ჩემ გარა უნდა რა. ერთი იყო, მეორე იყო, ახლა მესამე რა ვიცი. მამამ მასწავლებლად მუშაობდა დირექტორი სასალონატელი იყო. მე მისი ნაცემი არავინ არ მინახია. სუტყვილია ყველაფერი. მანამდეც ეუბნეოდა დირექტორი, რომ დაეწერა განცხადება და წასულიყო. ინფორმაცია. მე არ გამიგია ყოველ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, აბა რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს რაც ფიქრობ? ასე არა, იმას კითხეთ თვითონ, მე რა ვიცი. ღვთისო მარტიაშვილი ხოვლის საჯარო სკოლიდან 2017 წელს გაათავისუფლეს, სადაც წლების განმავლობაში იგი ფიზიკური აღზრდის პედაგოგად მუშაობდა. იურისტების განმარტებით სამართლებრივი დავა უკვე დაგვიანებულია.